წელსაც აქ ვარ. შარშან 19 დღით ვიყავი, წელს 1 თვით ვარ. მესამე დღეა უკვე ჩამოვედით და ოსტონში ვართ ჩვენებთან. სამი დღეა უკვე ოსტონში ვართ და არაფერი არ მიჩვენებია თქვენთვის. მთელი დღე დავდივართ. ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა და ეხლა რადგან მარტო არ გამოსული. სადაც სიმღერები არ იქნება, იქ ადგილებს დაგათვალიერებინებთ. ეხლა აქ სიმღერა იყო ჩართული და YouTube-ს ზოგადად პრობლემა აქვს საავტორო უფლებებს იცავს და ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რომ სიმღერები არ ისმოდეს ვიდეოში. ყველა გზა რომში მიდისო ეგრეა აქაც. არ არის დიდი ქალაქი, უბრალოდ ჩიხებია და ყველა ჩიხებში მოწყობილია კაფეები, რესტორნები, კიბეებზე მაგიდები, სკამები გამოდგმული რაღაცა და ყველგან მიდის გართობა, დალევა და ეხა აქ რა დამკარგავს მე 9-ჯერ მაქვს აქაურობა შემოვლილი და გინდა არ გინდა ყველა გზას დაბლა ჩაყავ. აი ამას შარშანაც გაჩვენებდით თქვენ. როგორც ვიცი რაღაც მუზეუმია. შარშან დაკეტილი იყო და ვერ შევედი და წელს არ ვიცი. წელს არ ვიცი, კარები დაკეტილია აშკარად. აი ესეთი ჩიხებია ყველგან მოწყობილი და ყველგან კაფე, რესტორნები, ბარები. არ ვიცი ჩემი ხმა რამდენად კარგად გესმით, იმიტომ რომ ჩემ ტელეფონს რაღაც მიკროფონის პრობლემა აქვს და მიკროფონი დავტოვე სახში, ჩანთაში მიდევს. გაჩეჩილი ვარ, დღეს ზღვაზე ვიყავით. იქეთ ფოტოს იღებენ და მოდი იქეთ არავალ. დღეს როგორც კი გავიღვიძეთ, ჩავიცვით, გავემზადეთ, წავედით ზღვაზე და ზღვიდან რომ მოვედით, სახში ჯერაც არ ავსულ ვარ. მერე ჩვენები გამოვიდნენ, შესვენება ჰქონდათ 2 საათი. ვნახეთ და საღამოს გვიან ავდივარ ხოლმე სახში. ძალიან ლამაზია. აი ძალიან გვიან იწყება ხოლმე აქ კონცერტები და ჭამასმა და დალევა და გართობა. ძალიან გვიან, იმიტომ რომ შუა დღეს ცხელა. ამ ტაძარშიც ნამყოფი ვარ შიგნით. დათვალიერებული მაქვს ყველაფერი თითქმის რაც კი სანახავია. მაგრამ მაინც არ მომბეზდება აქ სიარული, იმიტომ რომ ულამაზესი ჩიხებია და ულამაზესი ქუჩები. რა ლამაზების ჩასვლა. აი ოსტონის ხედები. იქ არის ზღვა მუქადრაც მოჩანს. იქ ვიყავით ჩვენ. აქაც სიმღერებია ჩართული სამწუხაროდ. აი ყველგან სიმღერებია ჩართული, სადაც არ უნდა გაიარო. ლამაზი ადგილები, რომლებიც არის ახლა წეღან ჩამოვიარე, ოსტონის ხედზე არის კიბეები გაკეთებული და კიბეებზე არის მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს სულ მაგიდა და სკამები და კაფეები, რესტორნები და ყველგან სიმღერებია ჩართული, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ პრობლემა შემექმნება YouTube-ზე. ხო და შემოვედი ისეთ ჩიხში, სადაც სიმღერები არ არის ჩართული. დღე რო გამოხვიდე, დღე არ არის ამდენი ხალხი და სიმღერებიც შესაბამისად არ არის, მაგრამ ცხელა ძალიან დღე. აქ ესე ამ ჩიხებში ყველგან ხალხი ცხოვრობს. სამი თვე რა ნერვები აქვთ, რომ ესე ძალიან ცნობილი კიბეა, ნახეთ, TikTok-ზე მხვდებოდა ხოლმე. ხო იმას ვამბობდი, რომ მთელი 3 თვე ესეთ ამბავში არიან ყველგან სიმღერები, კონცერტები, ხმაური. გვიანობამდე, 12 პირველის მერე
იშლება ყველა. დაახლოებით 6 ყველაზე მინიმუმ 5 საათისთვის რომ დაიწყებენ აქ ტურისტების სიარულს 11-12 საათზე სავსეა აქაურობა ვერ გაივლი. ხა გაჩვენებთ ამ კიბეს აქ ქვემოდან რა ლამაზია. წეგან ახალგაზრდებმა ჩაიარეს და ვიღაცა გოგო მომესალმა ჩაო მითხრა და არ გავეცი პასუხი და გაიცინა, მაგრამ რა ვქნა მე თუ მითხრა არ მეგონა. მე მგონი მე მითხრა და რო არ უპასუხე გამარჯობა თქო მე გაეცინა. ეს რა არის გადაიკარგაო თუ რა? ხო, დღეს რაღაც სიმართლე რო გითხრათ ჯერჯერობით ბევრი ხალხი არ არის. გუშინ მაგალითად ღამის 12 საათამდე აქ ვიყავით და ვერ გაივლიდი მართლა იმდენი ხალხი იყო. ყველგან ყველა კაფეს თავთავისი DJ ყავს. მუსიკოსები, მომღერლები, DJ. ყველგან მიდის გართობა. ოღონდ აქითაც უკვე სიმღერებია ჩართული. რა ლამაზი მზის ჩასვლა. ეს კიბეები დაბლა ჩადის და ჯერ არ მინდა დაბლა ჩასვლა. ცოტა ხანი დაგათვალიერებიებთ აქაურობას. აი მე აქეთ რა სიწყნარეა ვგიჟდები სიწყნარეზე. დღეს აქვს ჩემ მეგობარს დაბადების დღე მარის გეცოდინებათ. ბავშვობაში ერთად ვიღებდით ხოლმე ვლოგებს. გერმანიაშია უკვე 3 წელია, ცოტა მეტია და მის დაქალს მივწერე. ფული გადაურიცხე და ყვავილები ვაყიდე, ლილიები უყვარს ძალიან. ხო და რაღაცა საყვარლობა თაიგული უყიდა და თან წერილი დავაწერია. ვიდეოც გადაუღეთქობთ ხოლმე და არ ვიცი გადაუღო თუ არა. და ეს რა ქვია, ეხა მომწერა მადლობა ყვავილებისთვისო და ძალიან გამიხარდა. ველოდები ვიდეოსაც. აი მირეკავს, წავედი მიულოცო. აი ესეთ ლამაზ ადგილას ჩამოვედი და ულამაზესი მზის ჩასვლა. ოღონდ საერთოდ სხვა მხარეს ჩამოვედი, არ ვიცი. აქამდე მე მგონი არც შაშან არ ყოფილა ამ ადგილას, იმიტომ რომ არ მახსოვს, რავი. ძალიან სილამაზეა. ძალიან ლამაზი მზის ჩასვლაა დღეს. და ქალაქი მოჩანს უსაყვარლესად. ნახეთ. დედიკოს კაბა მომწონს ძალიან. ესე იგი ისეთი ლამაზი მთვარე იყო. ჯერ ხომ მზის ჩასვლა იყო სასწაული და მერე მთვარე იყო წითელი ხასხასა დიდი. ულამაზესი. რა დღეში ვართ ნახეთ. ბაზრობაა დღეს. ასაცმელები, ხილი, ბოსტნეული, რა ვიცი. იმენა ვერ გავიყვანე ეს ხალხი აქედან აწი.
რა დაინახე მაგა თუ გადათარგმნით წაიკითხეთ დედიკოს რო ზაგარი აქ ეგეც ხალხი ნატრულობს მე და დედაჩემს ზაგარი გვეკიდება და ჩემი ძმა და დედაშვილი დაიწვა გუშინ მეც დავიწვი გუშინ წინ ვიყავით ზღვაზე რა დილას ესე 11 კი არა და პირველისკენ წავედით რა შუა დღეს რასაც ქვია და ჩრდილი არ იყო მაგრამ ქარი უბერავდა ნიავი იყო და საერთოდ არ გრცხელოდა ხო და ისე დაიწვნენ არ ვიცი მე ოდნავ დავიწვი და ისე მეწოდა და ამათმა როგორ გაუძლეს არ ვიცი მზისგან დამცავი არ გქონდა წაღებული და ეხა კი გვესვია ყველას კამერა მაქვს წამოღებული წყალში რო იღებს ეგეთი და აქ ძალიან სუფთა წყალია და ზღვაშიც გადავიღებ რაღაცებს თუ ჩამოუტვირთე ჩაგისვავთ თქვენ, მაგრამ ცოტა გვიანი ტვირთება ხოლმე ძალიან დიდი დრო უნდა ჩამოტვირთვეს. მაგარი თბილია წყალი. არა, იყოს არ მიშლის. მომეცი არ მიშლის. მომეცი. ჩანთებს დაათრევ შენო ვიდეო გადაიღეო. ანარცხვა. ვიღებ. ოღონდ რამდენად მოჩანს არ ვიცი, იმიტომ რომ ჩაბნელებულია ეკრანი. და სიმღერებია ჩართული, მაგრამ რა ვქნა. ვეცდები არ წაშალონ ვიდეო. ხო. ხუთი სანაპირო გამოვიარეთ უკვე. იქეთ მივდივართ როზა მარინაში. იქ რო გავჩერდებით და მოვეწყობით, სადაც მივდივართ რო დავჯდებით გემრიელად, მაკაზე და დედაჩემზე მაქვს ნათქვამი, რომ ინტერვიუ უნდა ჩავწერო თქვენთან თქო. პოდკასტის მსგავსი რა. და დედაჩემმა ძალიან პირადულებზე არ ვისაუბრებო, მეთქი ეგრე არ გამოვა. ანუ დაახლოებით კითხვები უთხარი რა, როგორ კითხვებზეც მოუწევდა საუბარი და მეთქი
გულწრფელი უნდა იყო თქო და ყველაფერზე ესე სერიოზულად უნდა ილაპარაკო თქო და არა ეგეთ პირადულებზე მე არ ვისაუბრებოდა. მაკა ჯიგარია. მაკა არის უნიჭიერესი გოგო. აი პოდკასტს რო ჩავწერ მე ჩაგისვათ მაგის ნაშრომ ნახატები, ხატვა, ქარგვა, ქსოვა, დეკორაციების კეთება, ყველაფერი ეხერხება. აი ხა ხიკავს გზა და გზა ნიჟარებს და რაღაცებს, რომ ყველაფერი გამოიყენოს თავის ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად. შარშან აკეთებდა, შარშან აქ რო ვიყავი, მაშინ აკეთებდა ნავს. აგე გავშალეთ ქოლგა ლედი ჩანთამაცივარი რომელიც ღიაა ჩაციებული წვენი სასმელი რაღაცები წამოვიღეთ ხილი და საბოლოოდ ამ ნაპირზე გავჩერდით იმიტომ რომ იქეთ გვინდოდა როზამარინაში გადასვლა მაგრამ ცოტა მოშორებითაა და აჯუჯღუნდნენ ბიჭები. ეზარებათ სიარული, რა ვიცი. ვეჩხუბე მეც, მაგრამ აზრი არ აქვს არ ჭრის. ვეცა მიკროფონი მაქვს აქ სადღაც თუ ვიპოვე შევაერთე. თვარისა მოვიდა. გავარყავ ახლა თავში. ჯერა ვისენ გავარყავ მათსა რა უნდა. კაფეა, ჯერა. დაიწყე შუბლი არ გავუხეთქო ის ასე. გაძრევა თავის ტეხა. 2 და 3, დავიდა. კაფედების გამოგწევია. ფეხზე გადის. მეტი რაღა უნდა აი კაფები. თავისი გაძრე. აგერა დღეში ვართ. თვარის არა სჭამ. ხომი სულგუნი. ნესვი, ხილი, წვენი, შამპანიური ყველაფერი. დასრულია კამერა. ტრაკი მაქვს ქვიშიანი. ოღონდ გარეთ. დედა ეს რა ყოფილა? ოი შარშანაც აქ ვიყავით ჩვენ. არა ამას ბაჭი ყავი თავაში. და ინტერვიუს რო გეგმავდით დღეს ვერ ჩავწერეთ ისე გავიდა დრო მიკროფონიც არ გამომიყენებია საერთოდ სუ თეთრი სახლები რო აქვთ აქეთაც ყველას. ოსტუნში ხო არ შეიძლება ზოგადად. ოსტუნში ძველი ოსტუნი ქალაქის ცენტრი სადაც არის.
თვითონ თავრობა თუ ვინცა მაგენიღებავენ სახლებს გარედან თეთრად. ძალიან მაგარი ეზოებია. აუ ის რა ქვია ბრინდისია თუ რა ქვია ამ თვარისა რო დადის ხოლმე. ეხლა ხან ედო ვიდეო ტარანტოა ნავები რო ეყენა მონოპოლი ხო მანდაც წავიდეთ და კითხე ვინმეს ის ზოოტოპიაო თუ რაღაცა როა ხო რა ქვია ზოოტოპია ხო ძალიან ლამაზია ისეთი ბუნება იმაში გეგონება თავი თან ჟირაფები რო გადმოგიყოფენ თავს შემოგიყოფენ თავს მანქანაში და სტაფილოს თუ რაღაცა საჭმევენ ძალიან ლამაზი ვიდეოები გამოდის შარშან ხო ვიყავით იქ ბუბუო თუ რა ქვია ძაღლს ბიბისთან
ნახეთ რამდენი ჩანთამაგიდია 1 2 3 აი აქეთ ბევრი ხალხი არ იყო ავტობუსში სკამზე ვიჯექი გებრიელაც და იქეთობისას ზღვიდან მიყვება ხოლმე ძალიან ბევრი ხალხი ავტობუსს და ტევა არ არის ამდენ ჩანთას რა ატარებს არ ვიცი ჩემი ძმა და დეიდაშვილი არ წამოვიდნენ დაეზარათ წამოვიდი მარტო გავშლი ქოლგას ეს ჩანთამაცივარია საჭმელები რაღაცები ალაგია მეორე ჩანთაში ტანსაცმელია ამაში პირადი ნივთები რაღაცა ხო და მთელი დღე რა ანუ კაი ხანი გავჩერდები ზღვაზე გემრიელად შევჭამდავლებ გავიზაგრებ კიდე ზაგარი მინდა მე წამოვწვევი ვიბანავებ და დავბრუნდები ისევ ოსტურში ეს ის ადგილია შარშან სადაც ვიყავით შარშან აქ ვიყავით აქვე ზუსტად 10 მეტრში იყო 10 მეტრში არა მაგრამ 20-30 მეტრში იყო ზღვა და ეხლა ვართ ოსტუნში აქედან 20 ნახევარი საათის გზაზე საკაი ქვიშა საჭმელი ჭამეს და ეხლა წყალს სვავ. რასა ყოლად იჯდა იმ რაღაცაში და როგორ სვავდა წყალს. ძალიან ცხელა გარეთ.